მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 11-ზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. ლატვიის ორმაგი სტანდარტი არჩევნებზე საქართველოს აკრიტიკებდნენ, რეალური პრობლემები კი თავად აქვთ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები არიან უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები. საგამოძიებო კომისია ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს, დეტალებს კომისიას ზაზა გვიმრაძე და ნიკოლოზ გოგუაძე გააცნობენ. სხდომა დაწყებულია, დეტალებით ნინო არღულიანი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება 2011 წლის 26 მაისს ყინწვისის მონასტერში სპეცოპერაციას ატარებს, რა დროსაც აკავებს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით 24 ადამიანს, მათ შორის ერთ-ერთი ნიკოლოზ გოგუაძე. ამ წუთებში საგამოძიებო კომისიას უყვება, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირველი ეპიზოდი სწორედ მონასტრის ეზოში იყო, რა დროსაც მას ფიზიკურად პირადად მეგის ქარდავა გაუსწორდა, ის მკვლელობითაც დაემუქრა, თუმცა ამ დროს ქარდავას ტელეფონზე სატელეფონო ზარი განხორციელდა და მან უთხრა, რომ გადარჩა. გოგუაძე იხსენებს იმასაც, რომ დაკავებულებიდან ერთ-ერთი ყინწვისის მონასტრის ეზოში მიკროავტობუს მოაბეს და ცენტრალურ გზამდე სწორედ 100 ათრიეს. რაც შეეხება წამების მეორე ეპიზოდს, ეს უკვე გოგუაძის განცხადებით ქარელის პოლიციის შენობაში განხორციელდა, სადაც ასევე აქტიურობდა მეგის ქარდავა, თუმცა განსაკუთრებული სისასტიკით სპეცრაზმელები გამოირჩეოდნენ. გოგუაძის განცხადებით ერთ-ერთმა წამების დროს ინფარქტი მიიღო, თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანას მისი საავადმყოფოში გადაყვანის შესაძლებლობა არ მისცეს. რაც შეეხება ბრალს, გოგუაძე ამბობს, რომ ოფიციალურ ბრალში რეჟიმი ამბობდა, რომ ამ ადამიანებს საქართველოში 2000 ქართულად მოლაპარაკე რუსი სამხედრო უნდა შემოეყვანათ, რითიც თბილისის აღებას გეგმავდნენ. პოლიტიკური მოძრაობა შევქმნით, როგორც კი გავაჟღერეთ ჩვენი არსებობის შესახებ და ჩვენი მიზნების შესახებ, დაიწყო ჩვენზე დევნამუქარა. პრეზენტაციის შემდეგ პრაქტიკულად ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა რა, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ხალხი რეკავდა და მიდიოდა ძალიან სერიოზული მუქარა. მაშინ მინდა გითხრათ, რომ ნინო ბურჯანაძე აწყობდა გარკვეულ ქუჩაში მიტინგებს და აი ამ პერიოდს ემთხვეოდა და ემთხვო ეს ყველაფერი. ჩვენ 24 მაისს წავედით რამოდენიმე ადამიანი, თავიდან სადღაც 6 ადამიანი გავეცალეთ უბრალოდ თბილისს, იმიტომ რომ უკვე ისეთი მუქარები იყო, რომ ძალიან ხვდებოდით, რომ დაჭერას, ასე ვთქვათ, ვერ ავწდებოდით. დაგხოცავთ, დედას გიტირებთ, ფიზიკური განადგურებით გვემუქრებოდნენ. ძალოვანი სტრუქტურებიდან 23 ადამიანი აღმოჩნდით ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან. თავი შეაფარეთ? თავი შევაფარეთ, ჩვეულებრივად თავს ვაფარებდით. ალყა გქონდა დარტყმული, მოვარდნენ მიკროავტობუსები, ზოგი ტყიდან ჩამორბოდა, იზა იყო გადაკეტილი მიკროავტობუსები სპეცრაზმის და აბსოლუტურად ყველა მხრიდან ეს ავტომატიანი ხალხმა დაგვარტყა წრე, გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩვენი ჩაცხრილვა ტერიტორიაზე. მაგრამ მამაოები იყვნენ ჩვენთან გამოსულები გარეთ და გვემშვიდობებოდნენ. და აი ბევრი მამაო იმყოფებოდა ზუსტად იმ მომენტში და ეთყობა გასროლა იმ მომენტში ვერ შეძლეს. მეგის ქარდავა მოვიდა გოგუაძე რომელიაო კითხულობდა რა. მე უთხარი, მე ვარ მეთქი. და მოვიდა თუ არა, ეგრევე კონდახი ჩამარტყა თავში, გავითიშე, მე ამწია და შემაგდო მიკროავტობუსში შემაგდო. სადაც გამომიცხადა პირდაპირ სიტყვით მითხრა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ უნდა ჩემთვის ესროლა იქ. პირდაპირ მითხრა, რომ ეხლა ვაპირებო შენ იმასო, მოკლასო აქო რა. აიღებს ტელეფონს და სადღაც რეკავს. რომ აი აქ წინ მიზისო რა და დავამთავრო, ანუ ეს მესმის ეს საუბარი. მე ყურმილს უთიშავს ის, რომ დაურეკა, ეთყობა იმან უთხრა, რომ დაიცა გადმოგირეკავო თუ რაღაცა და აი ეხლა წდებაო შენი ბედიო, მე მეუბნება.
გარკვეული რამოდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რას დარეკავდნენ იქიდან რა. და რო დარეკეს, სახე შეეცვალა ძალიან რა, გამწარდა რაღაცაზე და გადარჩიო და შემაკურთხა, შემაგინა მაგარი. იქ მიდის საუბარი, რომ რა ექნათ ჩვენთვის და ბოლოში დაძრეს როგორც იქნა ეს მიკროავტობუსები და აქვე მინდა აღვნიშნო სამწუხაროდ ის ჩვენ დაგვეღუპა და გარდაგვეცვალა ჩვენთან ერთად დაკავებული ორი პატიმარი, რომელიც ციხიდან გამოსვლისთანავე ძალიან მოკლე პერიოდში მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი იყო და არის დღესაც მასე ჯემალ სურამელაშვილი, რომელიც ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, რატო მაინდა-მაინც მაგასთან მოინდომეს ასეთი ანგარიშსწორება მე ჩემთვის გაუგებარი იყო, მაგრამ ჯემალი ჩააბეს მანქანაზე და ათრიეს. ანუ უყურებდით ამას, მთელი ეს გზა ათრიეს და აბსოლუტურად საშინელ დღეში იყო. რომელი მთელი ეს გზა? ყინწვისის ეხლა თლიანი მონაკვეთი თუ რამთხელა მონაკვეთი არ ვიცი, რასაც მე ვხედავდი მონასტრიდან მთელი ეს ასე ვთქვათ ის არის რა ქვია. ხო, სანამ ცენტრალურ გზამდე ჩახვიდოდი. რომელ მანქანაზე ჩააბეს? მიკროავტობუსზე. ჩემთან ერთად დაკავებულმა მაგალითად ინფარქტი მიიღო. რის შედეგადაც მკვდარი ეგონათ. ვის შედეგად მიიღო ინფარქტი? ცემის. სასწრაფო იყო გამოძახებული. გორის სასწრაფო დახმარებიდან მოვიდნენ მგონი. ექიმებმა უთხრეს, რომ სპეცრას მიმართეს, რომ ამის ასე დატოვება არ შეიძლება, უნდა გადავიყვანოთო კლინიკაში, იმიტომ რომ ისა აქვსო, ინფარქტი აქვს. და რაზეც უფლება არ მისცეს, არ გაატანეს სასწრაფო დახმარება. სადღაც მე ვფიქრობ, რომ მგონი 12 საათი იყო, რომ უკვე ჩვენ ქარელის პოლიციაში ვიყავით. ეგ მონაკვეთი ყველაზე ბუნდოვნად მახსოვს, იმიტომ რომ პრაქტიკულად გონზე არ მოვსულვარ იქ, გონზე მოვდიოდით, მე იმცემისაგან ისევე გონებას ვკარგავდი. მონასტრის ეზოში იყო რამოდენიმე ადამიანზე ცემა, მე მცემეს, რამაზ ღვალაძე ცემეს და როგორც მე ვიცი, მიხელ ცილიკიშვილი ცემეს კიდე იქ უშუალოდ ყინწვისის კომპლექსში. მე იარაღის კონდახები მივდღეს. და ცემა იყო კონდახებით, ფეხით, ხელკეტით, ჩემ მუცელზე დახტუნავდნენ და ზურგზე. მაგალითად, საბოლოო შედეგად მე ისეთი ტრავმები მივიღე, რომ მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ხმარობ. უშუალოდ ხარდავა იყო ყველაზე აქტიური ჩემთან მიმართებაში. ეგრეთ წოდებული ყინწვისის ოპერაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ევროპული კონვენციის დარღვევა დადგენილი აქვს, უფრო კონკრეტულად კი ნიკოლოზ გოგუაძის სარჩელზე. სასამართლოს ასევე დადგენილი აქვს მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ცნობებიც. რაც შეეხება დღეს საგამოძიებო კომისიის მუშაობას, ამავე საქმეზე კომისია გოგუაძის გარდა კიდევ ერთ პირს გამოკითხავს. პარლამენტიდან ნინო არღულიანი საუბრობდა. საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დღეს საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის პროცესები გაიმართება. უკვე დაწყებულია ხაზარაძის საქმის განხილვა, რომელიც ფინალურ ეტაპზეა. პროკურატურა ახლა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს, მანამდე მამუკა ხაზარაძემ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, კვლავ მოითხოვეს კომისიის წევრების დაკითხვა და განმეორებითი უარის შემდეგ ბრალდებულმა დარბაზი დატოვა. დამოუკიდებლობა ყველასგან. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. მამუკა მდინარაძე გარეთ ჩარევების მცდელობის შესახებ წერს და ამბობს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტია.
რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენ სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი. რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს. ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი. დამოუკიდებლობა ყველასგან. უდიდესი თავმოყარეობის მქონე ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ერთიან ძლიერ ამახ საქართველოში ვიცხოვრებთ. სხვა გზა არ არსებობს, ასე უნდა ახდეს ქართული ოცნება. ლატვიის ხელისუფლებას, რომელიც აქტიურად ცდილობდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, ხელისუფლებას მოუწოდებდა არჩევნებზე მიეღო სასწრაფო ზომები და დარღვევებს უსვამდა ხაზს, რეალური საარჩევნო პრობლემები საკუთარ ქვეყანაში აქვს. ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტომ საარჩევნო პროცესის ორგანიზება ვერ შეძლეს. აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები. უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ხელჩანთის ბრალდებულებისთვის გადაცემის სამართალდამცველები ოპერაციის ფარგლებში აკონტროლებდნენ, რის შემდეგაც უცხოეთის ორი მოქალაქე თბილისში დააკავეს. ამოღებულია ჩაფხუტში დამალული 9 კილომდე ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, რომლის შეძენასაც ბრალდებულები აპირებდნენ. ასევე ამავე ხელჩანთაში ნარკოტიკთან ერთად აღმოჩენილია GPS მოწყობილობა. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა ამ სახელწოდების ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, რომელიც ფინანსთა მინისტრმა გახსნა. ლაშა ხუციშვილმა განიხილა ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება, მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალო ვადიანი პროგნოზები. მინისტრმა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წლიური შეხვედრების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ გამართული მოლაპარაკების შესახებ. ასევე ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორკვირიანი მისიის შედეგებსა და გამოთქმულ შეფასებებზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მიღწევა ესეთი ტიპის ეკონომიკური და იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა სრულად ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, დაბალი ვალის დონეს, დაბალი დეფიციტის დონეს. ამ მიმართულებით საქართველო არის ძალიან გამორჩეული ქვეყანა მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ საქართველოში. ჩვენ ვნახეთ დღევანდელ დისკუსიაზე, თუ რამდენად გახსნილია ხელისუფლება ბიზნესთან დიალოგისათვის და ასევე რამდენად მზად არის ხელისუფლება გადაჭრას და იმუშაოს იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც არის აქტუალური. ქვეყნის საინვესტიციო და ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდასკენ, ასევე მიმართულია იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდის ტემპები, რომელიც ჰქონდა ბოლო 4 წლის განმავლობაში. ქრონიკა დასრულებულია, პირდაპირ ეთერში 14 საათზე დავბრუნდებით. დროებით.